რაც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შინაარსი თუ კონტექსტი. Როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას ფაქტობრივად 3 თვეა დარჩენილი დედლაინამდე, როცა უკვე ცესკოში რაღაც განცხადი უნდა შეიტანა. ზაფხულში იქნება ეს მომენტი. Როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას ქვეყანაში ასე სიტუაციაში არ ქონდეს პოზიცია იღებს მონაწილეობას არჩევნებში თუ არა? გაცხადებული აქვს რომ არ იღებენ. არა, არავის არ აქვს ეს განცხადებული. ყველას აქვს განცხადებული რომ აი ამ ვითარებაში არ ვიღებთ, მაგრამ რა არის ეს ვითარება? ერთ ზოგს აქვს განცხადებული რომ საერთოდ ამის დრო არის განხილვა. ვიღაცა ამბობს რომ აი თუ გაუარესდა მდგომარეობა, მაშინ არ მიიღება მონაწილეობას. და რას ნიშნავს ეს? რაღაც ხო შეიძლება მაგათ რომ ეთქვათ რომ თუ მაგალითად ცესკოს თავმჯდომარე არ შეიცვლება, არ მივიღებთ მონაწილეობას. გასაგები კრიტერიუმია, დავინახავთ რა 15 ივლისით რომ ეს დადგება, დავინახავთ რომ კალენდარიშვილია ცესკოს თავმჯდომარე, გვეცოდინება რომ ეს პარტია არ მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ ვინმეს აქვს ასეთი კაფეო განცხადება გაკეთებული? უნდა წამოიგინოთ რომ პოლიტიკური პარტია რომელიც არჩევნებამდე 6 თვით ადრე უბრალოდ ვერც კი ყალიბდება არჩევნებში იღებს მონაწილეობას თუ არა და შეგახსენებთ რომ ეს არის ძალიან რთული არჩევნები ჩვენთვის მაგალითად ახლა 63 არჩევნებია სხვა რეგიონში და ყველგან ცალკე არჩევნები უნდა ჩაატარო ფაქტობრივად. კანდიდატები უკვე შერჩეული ყავთ მაგალითად თბილისის მერობის კანდიდატად ვის განიხილავთ? არა, ჩვენ არ გვეყოლება საუბრობთ ასეთ მაჟორიტარები და მერობის კანდიდატი, იმიტომ რომ მერობის კანდიდატი ნიშნავს რომ შენაპირებ უმრავლესობა მოიპოვო ქალაქში. ჩემი აზრით ოპოზიცია რომ მართლა დაალაგებული იყოს და მართლა ქართული ოცნების დამარცხებაზე ფიქრობდეს, როგორც მინიმუმ თბილისში უნდა ყავდეს ერთიანი კანდიდატი. ერთიანი პატიოსანი ადამიანი, არა ნიკამელია და ჩერგოლეში და ვიღაც უცნაური ხალხი რო არიან ხოლმე, რომელიც ოცნებობენ მერობის კანდიდატობაზე. არამედ მართლა პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს რაღაც ასეთია ისეთია. ამიტომ თუ ასეთი კანდიდატი იქნებოდა, თუ ყველა პარტია გაერთიანდებოდა, თბილისი ოპოზიციური ქალაქია და მოვიგებდით და აგერ თურქეთის მაგალითი გვაჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია როცა ყველაზე დიდი ქალაქის მერი ოპოზიციონერი. რამდენად დიდი დისკომფორტს უქმნის ეს ხელისუფლებას. უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ უკვე ვადების მოახლოების შემდეგ თქვა ოპოზიციის ნაწილმა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩაერთოს საარჩევნო. პარლამენტში მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, გასაგებია რომ ალბათ რა ვიცი ივნისში თუ გადაწყვეტილება არ გაქვს მიღებული, უკვე თვად კომიკური იქნება ეს სიტუაცია. მით უმეტეს თუ მომზადებას დაიწყება არჩევნების ეს გამოჩნდება. გამოჩნდება, იმიტომ რომ რაღაც მობილიზაცია დაგჭირდება და ამიტომ ალბათ მალე ასეთ ისე გაირკვევა ეს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ ეს სიმპტომია, ხდებით, ანუ შეიძლება ბევრი სხვა რაღაცას ვილაპარაკო, მაგრამ აი ახლა რომ პოლიტიკურ პარტია აცხადება რომ ამაზე არ ვილაპარაკებ, ან პოზიცია არ მაქვს და როცა სიამდვილეში ხალხს უნდა ეძებდნენ ჩვენს მაგალითად ამ კვირის ბოლოს ჯერ ქუთაისში პარასკევას, შაბათს ბათუმში და კვირას ზუგდიდში ვიქნებით, რომ ზუსტად აი ჩვენ კანდიდატებზე ვილაპარაკოთ და ჩვენ გეგმებზე, იმიტომ რომ აბა სხვანაირად რა უნდა გავაკეთოთ, უზარმაზარი სამუშაო გასაწევი. ახსნა არ აქვს როგორ შეიძლება ოპოზიცია როცა ცალსახად იგებს არჩევნებს თბილისში. არავის არ ქონდა პრეტენზია ისე იმაზე როგორ ჩატარდა თბილისში არჩევნები. ყოველ შემთხვევაში არავის არ უთქვამს რომ ჩვენ რაღაც ვიცი არ გვაქვს არანაირი შანსი თბილისის მოგების, რომ აგერა სულ ნახევარ წლის წინ მოვიგებთ. ოპოზიციამ თბილისში ხო მოიგო ყველა თანხმდება ამაზე. დიდი უპირატესობით მოიგო. დაახლოებით პატარა პარტიების ხმები ქართულ ოცნებას რომ მიაწერა 55-45-ზე არის. და იცი აგერ შენიმე მეზობელი ქვეყნის მაგალითზე რამდენად დიდი ძალაა ყველაზე დიდი ქალაქის მერი რო ოპოზიციონერია. და ასეთი ქალაქები მინიმუმ რამდენიმე არის. ქუთაისშიც ამის შანსი არსებობს, შეიძლება უფრო ნაკლები ვიდრე თბილისში, რუსთავშიც კარგი ამის შანსი არსებობს, ბათუმში ამის შანსი არსებობს, კიდევ უფრო ნაკლები ვიდრე ქუთაისში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შანსი არსებობს. დიდ ქალაქებში ამის შანსი ნამდვილად არსებობს. როგორ შეიძლება ოპოზიცია სერიოზულად არ განიხილავდეს ამ შესაძლებლობას? კაი, შეიძლება სხვა ბოლოს უარი თქვა, მაგრამ განხილვის საკითხი როგორ შეიძლება ეს არ იყოს? და აი უყურეთ მე რომ ამას ვაკვირდები ამ უცნაურობას, მე ვაკვირდები ამ რაღაც გაერთიანებებზე უსასრულო ლაპარაკს, ძლიერ კოორდინაციას, მჭიდრო კოორდინაციას, საკოორდინაციო შტაბებს, ასეთ განცხადებას რა თქმა უნდა შეიძლება დაუშარო ეს ხალხი რაღაცან ან ვერ აზროვნებს ნორმალურად, ან მოსყიდულები არიან რომ აი ეს ბარდაკი მოაწყოს. მე რა თქმა უნდა არ საუბრობ საერთოდ რიგით პარტიის წევრებზე, მაგრამ მე საუბრობ იმ ხალხზე, ვინც გადაწყვეტის მიმღებები არიან, იმიტომ რომ მე უბრალოდ არ მესმის როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს. მაგალითად მე რო იგივე დამეწყო ჩემ პარტიაში, რომ კოორდინაცია უჭირდება და ძლიერი კოორდინაცია და მჭიდროდ რაღაცა, ჩემი კოლეგები მეგობრები მკითხავდნენ რას ლაპარაკობს სანდრო ასეც. აგვიხსენი. და მე ჩემ მეგობრებს ვერ აუხსნიდი რას ვაკეთებ, ჩემ ხარვაჭერებს ვერ აუხსნიდი და როცა ეს ასე გრძელდება, თვეები გრძელდება, 1 თვე, 2 თვე, წინა საარჩევნოდ არავინ არ ლაპარაკობდა, არჩევნები დამთავრდა და არავინ არ ლაპარაკობს და ნუ აი რით ახსნა? თქვენ რა ახსნა გექნება? და ამიტომ მე არ მაქვს განცდა, რომ ოპოზიციის ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაწილი მართლა ქართულ ოცნებას ებრძვის.
ამიტომ ამ არჩევნებზეც, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, ჩვენი ამოცანა სავარაუდოდ იქნება, რომ ჩვენ გავძლიერთ როგორც პარტია. და თქვენ სამომავლო შესაძლებლობებს და შანსებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე როგორ შეაფასებდით? აი ეს ბუნებრივად დამოკიდებელ გარემოზე, მაგრამ აი ამოცანა იქნება ჩვენი, რომ ვიპოვოთ სხვა რეგიონში პატიოსანი ადამიანები, ვისაც აღელვებს თავისი რეგიონის პრობლემები და საკრებულოში მათი საქმიანობა გამოიყენონ როგორც ტრამპლინი. რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ბევრად ძლიერი ვიყოთ, ბევრად დიდი გუნდი ვყავდეს და არა მარტო თქვათ აი თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში სადაც მაღალი რეიტინგი გვაქვს, არამედ ზოგადად რეგიონებში. იმერეთი იქნება თუ აჭარა იქნება თუ კახეთი და ასე შემდეგ. აი ამ რეგიონებშიც უფრო მეტი ხმები მივიღოთ და მეტი ადამიანი ყავდეს. და ასარჩევი დიდი არჩევანი ქონდეს ჩვენ ხალხაჭერებს, როგორ დააკომპლექტოთ პირველი 30 ადამიანის სია და რაღაც 50-ის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ ოპოზიციას არ უნდა გამარჯვება, თუ არავის არ უნდა ქართულოსნების დამარცხება და მხოლოდ ამ კოორდინაციებით არიან დაკავებული, მაშინ მე რომელსაც რა ვიცი 20-30 შემოწირულობა მაქვს თვეში ჩვენი ხალხაჭერების და ამ შემოწირულობით არსებობს ჩვენი პარტია, ბუნებრივია ეხლა ვერ დავამარცხებ ქართულოსნებას, მაგრამ ვეცდები ეს გამოვიყენო როგორც ნაბიჯი გაძლიერებისთვის, რომ გავძლიერდეთ და უკვე შემდეგ არჩევნებზე მართლა სერიოზული ძალა. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუმჯობესებას ელოდებით. იმედია ქართული ხალხი დააფასებს ჩვენ თავმჯდომარეობას და ადეკვატურობას აი ამ უცნაურ ფონზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.